ცნობილი იურისტი და პაროდისტი ბატონი მერაბ სიჭინავა. მოგზაურობთ შემოგერა. მერაბ მოგესალმები, შემოგარგებით. გამარჯობათ. ამოუხსნელი ამბავია რა, რომ შენ რაღაცნაირად ისეთი კაცი ხარ, რომელსაც შეუძლია აბსოლუტურად ყველა ადამიანის პაროდია ისე ბუნებრივად გააკეთოს. თავისთავად ხდება თითქოს ეს ძალდაუტანებლად და მითხარი მაინც ეს რა მექანიზმია და მაყურებელსაც უთხრათ, რომ როგორ ხდება, როგორ იბადება ეს შენში. ხშირად მეკითხებიან სხვათა შორის და ამოუხსნელია ჩემთვის. გინდა იჯერეთ, გინდა რა. ანუ როგორ ბავშვობიდან მქონდა მიბაძვის ნიჭი, რაღაც დამოკიდებულება სხვადასხვა საგნების მიმართ, ადამიანების მიმართ, მოვლენების მიმართ და თავისებურად გამოვხატავდა, განსაკუთრებით გამოვლინდა უკვე სტუდენტობის დროს, როდესაც ჩავაბარე უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე და მახსოვს ჩემი პირველი ლექტორი, ერთ-ერთი პირველი ლექცია უბრალოდ ბატონი დავით ცინცაძეას განსვენებული შემოვზანდა და დაიწყო ლექციის წაკითხვა. სათამართლო და მართლმსაჯულება, აი მიმართულებით იყო. და რაღაც შესვენების დროს, ხუთწუთიანი შესვენება გქონდა, მეორე ნახევარი სანამ დაიწყო და გაბრძანდა ბატონი დავითი და ბავშვებს მივმართე, ჩემს კურსელებს, ახალგაცნობილ სტუდენტებს, აბა ახლა ესერად იყავით და რაღაც წავიდა სიცილი. ისე უბრალოდ, ძალიან ბუნებრივად და რაღაც შემოვიდა ბატონი დავითი და აგრძელებს ლექციას. ახლა ჩვენ ვაგრძელებთ და არ ქონდა დამთავრებული და წამოვიდა ტალღა სიცილის ტალღა და შეწუხდა ადამიანი. რა თქვი ასეთი სასაცილო? რა შეა საქმე? რამე ხო არ მაცხია რა იყო რა? ჩემმა მეგობარმა კახაკაკა ჩემ იქიდან ბატონო დავითო მერაბ სიჭინავამ გაგცინათო. რამჭირს მე სიჭინავას გასაჩინი რასა გამოდი ეხლავი აქეთ და აი ამ დიალოგში და რაღაცა იმ დიალოგში კიდევ მიბაძვის ფორმა მიხდა თვითონ რა თქმა უნდა. მე სტუდენტური დღეები, კურსელები, სტუდენტური დღეები მე არ მახსოვს, პატარა მაგრამ მაქვს ჩანაწერები ნანახი რომ აი ინგრეოდა დარბაზი, რა საოცარი ზემოქმედება ქონდა და რა მახსოვს ისი კიდე მერაბ. ნათლიაჩემის ცხონებული ალექსანდრე ვასილაიას 50 წლის იუბილეი იყო და მაშინ ბუთხუზმა შენ გთხოვა? აი შენ გააკეთე მთელი კასკადი, მაშინ შენ გემპროკურატურაში მსახურობდი და აი შენი თანამშრომლების ესეთი პაროდია ესე გააკეთე რომ რაღაცა საოცრება იყო. სხვათა შორის კარგია რომ შემასე და 90-იანი წლებია მოგეხსენებათ, პროკურატურა იქ მუშაობ გამომძიებელი გახლდით და პარალელურ რეჟიმში აგერ მიწევდა გამოსვლა თქვენთან ერთად და ჩემთვის ეს იყო უბედნიერესი დღეები და უბედნიერესი წუთები, რაც დღემდე მომყვება და მადლობა ამისთვის ყველას. და როდესაც გამოვედი, შევასრულე ბატონ ვახტანგ რაზმაძეზე პაროდია, მაშინ ეხლა ხო წარმოგიდგენიათ როგორი მომენტი არის ესეთი ძალიან ისეთი ფიგურა ბრძანდებოდა და ასეთი რაღაცა მქონდა ფრაზა იქ რაღაც შემთხვევა მოხდა შენობასთან დაკავშირებით, დაიცხრილა გარედან და მე ვიცი ამის ჩამდენი პირები და მოიყვანდა საკუთარი ხელით ბიას გავაკრევინებ. აი ეს ფრაზა იყო და ამ ბიაზის ირგვლივ მქონდა აწყობილი მთელი გაზგადი ამ პაროდიული და სხვათა შორის ერთ-ერთი თათბირი არის გავიდა ეს ეთერში იყო ყველაფერი ნახა საზოგადოებამ სამსახურებრივი საქმიანობის გამო შევდივარ მოსაცდელში ვიცი უბრალოდ და გამოდიან პროკურორები და გამოდის აფხაზეთის პროკურორი ბატონი ანზორ ლაცუსბაია. ცოტა ესეთი შეფიქრიანებული საქმე ხა კოლეგია იყო საქმის მოსმენა და შემდეგ შემომხედა და ბიჭო შენ კიდე სუნცინი და მცინიო აქეთ ბატონმა ანზორ ბალუაშვილმა ჩამოიარა მე მგონი ამას მეც ამყავა რაყვანილი და მიფრთხილდი იცოდე შენ სხვათა შორის იქ ბრძანდებოდა ჩვენი ნუგჟავ კაშალის მამა ბატონი ტარიელი შესანიშნავი ადამიანი პიროვნება უბადლო თამა და პროფესიონალი რაღაც სხვა თაობა იყო ღერო და ფანტასტიურად არა ფანტასტიურად ხო სხვათა შორის ერთმა ურმა მისაგვედურა ისე მერაბის ვენაცვალე ჩვენზე რო არაკეთე პაროდიას რა რამე ისე დამახასიათებელი არ გვაქვს თუ რა აი ესე დამოკიდებული იყო სხვათა შორის მინდა აღვნიშნო ჩემოგია რომ აურა იყო ძალიან დადებითი ძალიან კეთილი ისე მე ისედაც არ მქონდა ასე ვთქვა ჩემს პაროდიებში არ შეთავად გაქვს სტილი მანერა ისეთი რომ აი არაზროს ამას არა აქვს აი მე კეთილი შეფერილობა ხო აი დადებითი რაც არის იმ დადებით მომენტებზე მქონდა ყოველთვის გამახვილებული ყურადღება და ასე ვაკეთებდა თან ეს თავისთავად შემოვიდა ჩემში და გახდა როგორ გითხრათ ნაწილი ჩემი ცხოვრების ისე რომ ხა ჩემი პროფესია ეგ არ არის იურისტი გახლა ვარ მოგეხსენება და აი როდესაც საჭიროება ითხოვს ამ დროს ვღებულობ მონაწილეობას კონცერტებზე და დღის მდგომარეობით მე მუშაობ სოფლის განვითარების სააგენტოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით და აი ადმინისტრაციული კუთხე არის ჩვენი ძირითადად ხშირად მირეკავენ ხოლმე რომ
ვაიმე ბატონო მერაბი მალე მოხვალთ იქ რაღაცა ქვაბი გამოირთო წნევა დაუვარდა იქ რაღაც შუქის პრობლემა იქნებ დაურეკოთ დირექტორს თხოვოთ რა თქვენი იმედი გაქვს რა ურეკავ ქვაბის ხელოსანი გახლავთ ხვიჩა პეტრიაშვილი ხვიჩა იქნებ გიშველო რამე თუ ჩემი ძმა აუ მე რა ვიცი რა იცი რა საოცარ გიჩი ვარ რა ხო ტელეფონი ველაპარაკე მაგრამ ხო გზნობ იმის სახის გამო იქიდან ვხედავ ტელეფონს ხო გზნობ აუ ვიცი რა მოდი რა ზმურა და ტელეფონი ჩავერთე რაღაცა და მე გეტყვი რომ გილებს უნდა მეჯო იმდენი საქმე იმდენი საქმე ვეღარ მოდი ვეღარ ვახერხებ მაშინ დაურეკე ბაცანას მეუბნება მეორე რა ბაცანა სისინა და კიკია არიან ძირითადი დამრტყმელი ძალა ჩვენი სამსახურის და ძალიან კორონიტური სახეების სხვადასხვა ჩვენი გლონტი გლახუნას კანტორის ბიჭები როგორც აქ უიწვის ხოლმე და იგივე დამანებე თავი რა უნდა გავაკეთო მე მიდივარ გენა გოუში ბაცანა და იგივე რა იყო რა გადავეკიდეს თქვენ იგივე კლუჩი მაგენს არა გვენდა ჯორგა მაგენს არა გვენდა უგენი მაგენს არა გე რაია გააკეთე და რა ხა იქნება იგივე და შევდივარ ახლა სამსახურში თანამშრომლები ხოთ განან გურიის კოლორიტი ყავს კალაბოკას ზედმეტ სახელად მე ჩვენი ირაკლი მამალაძე და არა ბიჭა გურიდან არაკი ჩამოვიტანე 2 ლიტრა ცეცხლია და დავლიოთ რა ცეცხლიაო რა და უთხარი გუშინძინ ოქრომ ძახალმა ჩემმა დათო მიქიაშვილმა ისეთი სასმელები თან ერთად ვიქეიდე ორმარილიანი კაცი ძალიან მოყვარული და ისეთი მე უთხარი აგერა მაქვს მანქანაში მაქვს ყველაფერი სხვადასხვა მე და კოკა ბოჟაზემ გუშინ გავუსინჯეთ გემო მეთქი და კოკა ხო მოგეწონა მეთქი ხო კარგი იყო ვიჭო ბაზარი არ არის ძალიან მაგარი რა და ესეთ რაღაცები არის და უცებ გამოვა იქით ჩენი უწესიერესი გონელი წოწონა მოჭა ჟანჯონ ბატონ მერა ახასეთიდან არის წარმოშობით ყავა მოაქვს მამუკა გამოვარდება ჭიბაშვილი სად მიდიხარ მამუკა წავედი ეხლა მე ბატონო მერა ხარაგაულში დათო მელოდიება ჩადუნელი გიტარით გაიქცევა რატი მოდის ჩვენი დვალი ჩვენი ბრატი სიკეთე სიხარული შევიჭო რა შევიდა კახასათიანი იქიდან ეძაღეს მერა იმენა დაღარდო და აი ეს საუბრები და ეს დიალოგები არის ძალიან ბუნებრივად მე ამას მე რო ვიმეორებ თვითონაც ძალიან სიამოვნებთ ჩვენი დათო კიკნაძე და ბადრი გამოდიან ხოლმე მანქნით ვიდივარ კაროჩე სამინისტროში და რაღაც იმის საქმეები მაგ და კვაშალი შემხდება გიორგი როგორ ახარ გიორგი მაგრად ვარ ძმაო შენდორ და აი ესე დამოგრევ რამას ცეცხლაძე იქ ცეცხლს ანთებს და რა ვიცი ვნახოთ მირაბჩიკ და ასე ქართლოს მარადიშვილი ჩვენი მსახიობი გამოივლით აი ვერ მოხასავთ ადამიანს ინახავს სპირტი ვერ გაგაგებინებთ 82 წლის არის 22 წლის ბიჭებით რა და აი ასეთი უბრალოდ რატო ფიქრები შემოგია რომ აი ეს იქნება მინდივარ სანამ ზევით მესამე დიდი მადლობა და აი ასეთი გალერეა არის აი ამდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს რა ამდენი ხნის მეგობრები ვართ ხო არც ერთ არ ვიცნობ ხა დათო კიკნაძის გარდა რომელიც ჩემი ბავშვობის მაგაცია ხო აი ჩათვალე ისეთი უნარი გაქვს რომ მე ეს ხალხი ჩათვალე უკვე ვიცინ სხვადასხვა ერთი საინტერესო ამბავი მინდა გაგახსენო შენ არ ვიცი გახსოვს თუ არა ადრე მომიყევი შენთან მოვიდა თორსტები შენი მეგობარი და პრობლემა შეექმნა რაღაცა ფირი წაიშალა თამადის რაღაცა გადახმაონება გთხოვა კი იყო ეგეთი რაღაცა ჩემს მეგობართან დებზე ვამონტაჟებ რაღაცა რამოდენიმე წლის ამბავია და მოვარდა აღელვებული სახით ნუ ჩვენ მუშა პროცესში ვარ ჩემ რაღაცებს ვაკეთებ ხმებს ვადებთ ასე ვთქვა ვაიმე სიჭი უნდა მიშველო ვიღუპებიო რა იყო რა მოხდა ხომ მშვიდობა ბიჭო ქორწილი გადავიღიო ჰონორარი წინასწარ გადამიხადესო ყველაფერიო ცოტა ისეთი წარმომადგენლობითი ხალხი იყო სტუმრები უცხოეთიდან რაღაც და 11 წამიანი 10 წამიანი წყვეტა მაქო თამადის სადღიგრძელო არის თუ მეგობრების სადღიგრძელო ყოფილა განსაკუთრებით ფეხზე დგას ხალხი და რაღაცნაირად ტექნიკურად არ ვიცი როგორ მოხდა მაშინ ამ დონეზე არ იყო ეს ტექნიკა განვითარებული ეთყობა და შენ ხო წაიშალა რა ვიზუალ გამოსახულება არის ხმა არის მის უბრალოდ აბა მაჩვენე მე უთხარი რა თან პროცესში ვარ და მოემართე ხო მომართული ვარ და მაჩვენე და დაახლოებით ესე დებიყო რომ აი გაუმარჯოს ჩვენს ძმობას, ჩვენს ურთიერთობას, ჩვენს მეგობრობას უცხო რაღაც არის ეს მე ჩვენ შვილებზე გადმოდი ჩვენ შვილებზე და აი არც დუბლი არც არაფერი ჩართე მე უთხარი და დავადე ხმა ის რაც საჭირო იყო და შევავსე და გავიდა 1-2 დღეს ჩემთვის იმდენად შინაურული ბუნებრივი არა არც მიფიქრე ამაზე და წავედი პროკურატურის ჩემი საქმეები მაქვს საძიებელი და მეორე მესამე დღეს მირეკავს თვითონ აუ შენ გაგახრა ღმერთმა ხინკალი მაქვს საკითხი რატო რა მოხდა
მიუტანეო, მე გამახსენებ, მე ეს დამაინტერესა. რა თქვა მე ო ვიჭო რა კარგია ყველაფერი ო იქი ცოტა დამთროვარი აი მომენტში უკვე ეთყობა ღვინო ცოტა მომეკიდაო ხო და თავარია არ შეუტანია ეჭვი არ შეუტანია ეჭვი არანაირად რა და ასეთი რამე ძალიან ბევრი იყო სხვადასხვა ახლა მე გაგახსენებ კიდევ ერთ ამბავს როდესაც ჩვენ მოგმართა ჩვენმა უფროსმა მეგობარმა და მართლაც გენიალურმა პიროვნებამ ბატონმა რეზო გაბრიაძემ რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მოგმართა მაშინ 90-იან წლებში ჩამოვიდა წყალი და გაუფუჭდათ არქივი და არქივმა დააზიანა ბევრი უნიკალური ჩანაწერი, მათ შორის ბატონი ეროსი მანჯგალაძის და რამაზ ჩიგვაძის, რომლის აღდგენა ვეღარ მოხერხდებოდა, იმიტომ რომ ბატონი ეროსი აღარ იყო და არა და ეს ცოცხალი დიალოგი იყო აღსადგენი და კითხა ჩვენ ვერ შევძლებდით რომ დავხმარებოდით და რა თქმა უნდა მერე გადმოვამისამართეთ ჩვენთან და ძვირფასო მეგობრებო ისე გაახმოვანა მერაბ სიჭინაო რომ დღემდე არავინ იცის რომ იმ ფრაგმენტებში ეროსი მანჯგალაძის და რამაზ ჩიგვაძის ნაცვლად მერაბ სიჭინავას მაისმის. დიდი მადლობა. მადლობა. იყო მადლობა. და მერაბ კიდევ იცი რა მინდა გითხრა? მართლა ძალიან ბევრი მოლოცვა და ბევრი დალოცვა მივიღეთ ჩვენ აი მიუმორინას 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობ შენ ყველაზე უკეთ მოახერხე რომ ჩვენს დაგულოცე და რა სწორია ჩვენი ძვირფასი მაყურებელი და აი სწორედ ეს ფრაგმენტი მინდა შევთავაზო ახლა ჩვენი წლევანდელი კონცერტიდან. ძალიან დიდი მადლობა. მინდა რომ ბედნიერები დალოცვილები გნახოთ. ამ ხელა სითბოს იკეთე თქვენგან იღვრება ხალხო დიდი ძალა აქვს სიყვარულს ჰარმონია სრული მრავალჟამიერ ჩვენი ხმა და თქვენი სიხარული. მადლობა დაფასებისთვის ღმერთმა გვამყოფოს ერთად ერთმანეთისთვის ვისოცხლოთ სანამ ეს გული ფეთქავს. მადლობა. ტრამპი ტრიუმფით მოვიდა. ჯო ბაიდენი წავა. იუმორინა იმეზე 100 წლის მერეც გავა.